გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, რომელსაც მე თენგო ომანიძე გაუძღვები. დღევანდელ ეთერში ჩვენ სტუმარი იქნება ბატონი სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსის ლიდერი. მოგესალმებით ბატონო სოსო, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დარწმუნებული ვარ, საინტერესო ეთერი გამოგვივა, ყოველთვის ასეა ხოლმე. ვეცდები. ორივე ვეცადოთ. კი ბატონო. მოგესალმებით თენგო, მივესალმები რადიო მსმენელს, ტელემაყურებელს, ინტერნეტ მაყურებელს და პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოთქვა ჩვენი მეზობელი თურქეთის მიმართ გუშინ მომხდარი ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით და მათ ოჯახებსაც უსამძიმრებდა, ასე ვთქვათ, კულტურა. კი ბატონო, ჩვენც რა თქმა უნდა პირველ რიგში სწორედ გვინდოდა რომ გამოგვეხატა მწუხარება მომხდარის გამო, როგორც შევახსენებ ტელემაყურებელს, როგორც იცით უკვე და მთელი მედია სივრცე ამბით არის საჭრელებული. გუშინ მოხდა ავიაკატასტროფა საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო სატვირთო საჰაერო ხომალდი და ბორტზე მყოფი 20-ვე ადამიანი, მათ შორის სამხედრო პირები გარდაიცვალნენ შემთხვევის ადგილზე. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ პირველ რიგში მწუხარება გამოვხატოთ, მიუსამძიმროთ როგორც თურქულ მხარეს, თურქეთის სახელმწიფოს, ისე დაღუპულთა ოჯახებს. უბრალოდ აი ერთი რამაც ცოტა ყური მომჭრა არის ის ამბავი, რომ მიზეზი ამ დრომდე არ დასახელებულა ამ ავიაკატასტროფის. ეხლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შავი ყუთი არის ნაპოვნი და ალბათ მიზეზებთან დაკავშირებით გვექნება უფრო სწორი ინფორმაცია. თუმცა აი ხო იმედია, რომ არ არის მარტივი ამბავი ეს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი ტრაგედია ხდება და რაღაც პასუხისმგებლობების ნაწილში საქართველოს მიმართ არანაირი შეკითხვები როგორც ჩარც არც უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ არც მომავალში იქნება. ბატონ სოსო, რო დავიწყოთ თემებზე საუბარი, თავდაპირველად მინდა შევეხო უშუალოდ მემარცხენე ალიანსის საქმიანობას. თქვენ მცირე ხნის წინ პარტიამ გააკეთა განცხადება, რომ აქტიურ პოლიტიკაში გეგმავთ მომავალში მონაწილეობას, დაბრუნებას ალბათ უფრო ესე იქნება სწორი, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც როგორ თქვა, ახალი გუნდი, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი პოლიტიკოსებისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც წარსულში, აი იმ წარსულ პოლიტიკურ ბატალიებში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ აი მომავალში გაქვთ ასევე აქტიური მონაწილეობის გეგმები. ამ საკითხზე რომ დავიწყოთ საუბარი, ვთქვათ, რა ფორმით შეიძლება ეს ნახოთ, როდის უფრო ფიქრობთ, ასე ვთქვათ, უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას და რა არის ის მთავარი საკითხები, რაზეც დაუშვათ ფიქრობთ, რომ დღეს აუცილებელია, რომ პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკური კლასი იყოს ორიენტირებული. თქვენ სწორი ბრძანეთ, ჩვენ 1 სექტემბერს გავაკეთეთ ასეთი განცხადება, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდებით, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკიდან წასული არც ყოფილვართ არასოდეს. პოლიტიკა ეს ისეთი საწამლავია ბჭყალებში მინდა ვთქვა, რომ ერთი თუ მოიწამლე ამ პოლიტიკით, მე ვეღარ ანებე პოლიტიკას თავს, თუ გახდი პროფესიონალი პოლიტიკოსი, ძალიან რთული საკითხი, საშიშიც კი არის პოლიტიკოსობა, მაგრამ რახან ერთხელ გადაწყვიტე ადამიანმა პოლიტიკაში შესვლა, მაშინ უნდა იყო იქ ბოლომდე, სიცოცხლის ბოლომდისაც კი უნდა იყო და ამიტომ ჩვენ გავაქტიურდით, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ძალიან ცუდად მიდის საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის საქმე, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებას ფაქტიურად არ ყავს ოპოზიცია. იმიტომ რომ აი ოპოზიციას ვინც უწოდებს თავის თავს, ის ოპოზიცია, ოცნების ოპოზიცია კი არ არის. ის არის ქვეყნის ოპოზიცია. ჩვენ ქვეყანას უთხრია ძირს და ხა თუ ჩვენმა ხელისუფლებამ რამე კარგი გააკეთა, ჩვენც ოპოზიციური პარტია ვართ, მაგრამ ჩვენ მოუწონებთ და ვიტყვით, რომ აი სწორია, რომ ეს აი ერთ მაგალითს გეტყვით. როდესაც საკონსტიტუციო პროექტის განხილვა მიდიოდა ახალი ვარიანტის, არ იყო იქ ჩაწერილი, რომ ქართული მიწა არ იყიდება. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნი და კიდე რამოდენიმე პატრიოტმა პოლიტიკოსმა დაგვიჭირა მხარი. კატეგორიული მოთხოვნი ჩაიწერა იქ, რომ საქართველოში სასოფლო სამეურნეო მიწა არ იყიდება. და ამით უამრავი მიწა გადარჩა, იმიტომ რომ ერთ ლარად, ორ ლარად იყიდება 1 კვადრატული მეტრი ნოყიერი ქართული მიწა და ამას ძალიან იოლად ყიდულობდნენ უცხოელები. სადღაც 2 თუ 3% იყო უკვე გაყიდული, სანამ ეს ჩაიწერებოდა. ეხლა ეშმაკობას მიმართავენ, სტატუსს უცვლიან სასოფლო სამეურნეო მიწას, თითქოს ის სასოფლო სამეურნეო მიწა არ არის, მაგრამ ამაზე შემდეგ მიდის ჩივილი და ბევრი სასამართლო პროცესი მოვიგეთ, ისე რომ
აი ასეთი ოპოზიცია ჭირდება ქვეყანას და არა ისეთი რომ კაბინეტ დარბოდნენ ბრიუსელში, ვაშინგტონში და ქვეყანას აბეზღებდნენ, ქართველ ხალხს აბეზღებდნენ და ეუბნებოდნენ რომ მაგალითად შეერთებულ შტატებს ეუბნებიან თხოვენ რომ საერთოდ გააჩეროს სავიზო მიმოსვლა ქართველი ხალხისათვის, ანუ შეწყვიტოს სავიზო ვიზების გაცემა და ევროკავშირს თხოვენ გააუქმოს ლიბერალური სავიზო რეჟიმი. ნუ ეს ხო დანაშაულია ხალხის წინაშე. კაი მესმის რომ შენ ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ თხოვ რომ გააჩერე და დიპლომატიური პასპორტები შეუჩერე, მაგრამ ხალხმა რა დააშავა, ხალხს არაფერი დაუშავებია. ამიტომ, როდესაც ხედავთ რომ აი ეს ოპოზიცია, სინამდვილეში მეხუთე კოლონა, სინამდვილეში აგენტურა, დასავლეთის აგენტურა, პირწავარდნილი აგენტურა, რომელიც ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობს, გადავწყვიტეთ აქტიურ პოლიტიკაში დავბრუნდეთ და ვიყოთ ისევე როგორც ვართ ქართული ოცნების ოპოზიცია და არა ქვეყნის ოპოზიცია. თქვენ აი სწორად აღნიშნეთ ბატონ სოსო და არჩემილია რომ არ დაგეთანხმოთ რომ აი პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში თითქმის გაჩერებული აი ის რაც თქვენ თქვით რომ ეხლა დარბიან და ბრიუსელში და ვაშინგტონში ცდილობენ რომ დააზიანონ ქვეყნის ინტერესების ეს ხო პოლიტიკური პროცესი არ არის საბოლოო ჯამში ხო ეს არის აი რაღაცა მართლა მავნებლობა პოლიტიკური პროცესი როგორც ასეთი ქვეყანაში მართლაც არის თითქოს აი შეჩერებული მკვდარი გულისხმობ იმას რომ დაპირისპირებული აზრების ასე ვთქვათ დებატს უყურებდეს თუნდაც საზოგადოება რომ აი მაგალითად სოციალურ პროგრამებში იგივე მიწასთან დაკავშირებით რაც ჩვენ თქვით და რაც თქვენ თქვით და ამ საკითხსაც შევეხებით რომ რამდენად არის ეს პრობლემა ბოლომდე გადაჭრილი და აი ესეც საკითხებზე დისკუსიები პრაქტიკულად აღარ იმართება არის რაღაცა სიგიჟე რომ აი ქუჩაში მართლა აქტივისტები რომლებიც დარბიან რაღაცა იმ დონემდე არის თითქოს მთელი პოლიტიკა დაყვანილი გადავკეტავ ჩამეთვალა ეს დღე ჩამეთვალა პროტესტში გადავკეტავ 15 წუთით, ჩამეთვალა, კიდე გადავკეტავ, ჩამეთვალა. ხო და ეს რაღაცა ჯიბრიანი ბავშვებივით რო ექცევენ, ეს ხო არ არის ნამდვილად პოლიტიკა, ეხა ვინ და თქვენ ნამდვილად კარგად იცით რას ნიშნავს ხო პოლიტიკური პროცესი, როდესაც ოპოზიცია რაღაც ქუჩაში გზები გადამიკეტია და ქუჩები გადამიკეტია. ეს პროტესტიც არ არის, რასაც ესენი აკეთებენ. რა თქმა უნდა პროტესტი არ არის, მაგრამ მოთხოვნაც არის, არ ვიცით რა აქვთ მოთხოვნა. ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. კაი ჩატარდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. კიდე რო წააგო, მე რა შვები. საპარლამენტო არ იყო ეს ადგილობრივი იყო, მაგრამ საერთო არჩევნები ხო იყო? ტარდებოდა საერთო არ მიიღეს. არა, საერთოდ საპარლამენტოს აფინანსებენ ბოდიში, აპროტესტებენ ძირითადად, იმიტომ რომ კი, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების დროს იცვლება ხელისუფლება და ადგილობრივი არჩევნები რომ წააგოს ხელისუფლება არ იცვლება მაინც. ამიტომ ძირითადი მათი მიზანი არის საპარლამენტო არჩევნები და უფრო მეტიც საპარლამენტო არჩევნებიც არა, სახელმწიფო გადატრიალება აქვთ. გეთანხმებით, ეს არის დავარი თორე. იმ საპარლამენტოზე რა გარანტია აქვთ, რომ არ მოიგებენ? არანაირი გარანტია არ აქვს, თვითონვე ამბობენ, თუ ამავე კანონითო, ამავე CSKO-თი ჩატარდაო, მაშინო ჩვენ წავაგებთ, ანუ რა უნდათ? CSKO-ც მაგათი იყოს, კანონის მაგათზე იყოს მორგებული და იმდენჯერ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, სანამ კოლექტიური ნაცმოძრაობა არ მოიგებს, თუ არა და მაშინ არ აღიარებენ. გეთანხმებით, აი ამ ნაწილში თუ ხედავთ თქვენ ხელისუფლების მათ შორის პასუხისმგებლობას, რომ აი ჯანსაღი ოპოზიციური ძალები პრაქტიკულად აი ესე აქტიურად ჯერჯერობით არ არიან პოლიტიკაში, გამოჩენ მე მესმის, რომ აი ეს ტოქსიკური ველი, რასაც ქმნიდა მართლა ეს ნაციონალური მოძრაობა, უშლიდა ყველას ხელს იმისთვის, რომ აი გამოხვიდე და რამდენჯერ აი მე ჩემ თავზე შემიტყვია იქ და ჩემ თავზე მაგ დაფიქსირებული რაღაცა რომ არ მომწონებია ამ ხელისუფლების პირობითად და სწორად არ მომწონებია ჯანსაღი კრიტიკა არის ამ დროს შესაძლებელი, აი თითქოს თავი შემიკავებია რომ ისე არ გამომივიდეს რომ იმათ მხარეს არ მოეჩვენოს საზოგადოებას და ასე შემდეგ. აი გაკომპლექსებენ. ეგრევე გვაბრალებენ. თუ რამე კარგი გააკეთა ამ ხელისუფლებამ და აქ-აქ ხანდახან კარგს აკეთებს ხოლმე, ვერ ვიტყვი ხოლმე ყველაფერს ცუდს აკეთებს, მაგრამ თუ რაღაცა მოუწონე, ან რუსეთუმე ხარ, ან პუტინის შპიონი ხარ, ან ქოცი ხარ. ნუ რა არის ეს ვერ გავიგე. ხმა ვეღარ ამოგვიღია, ნუ აღარ გვეშინია უკვე კანი გავისქელეთ ამ მხრივ. აღარ გვეშინია მათი იმისი, რა ქვია, ცილისწამებების. მაგრამ რაღაცა სიტყვი რომ აი კარგია, მაგალითად მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მხარს უჭერ ამ ხელისუფლებას რომ არ გააგზავნა არმია, არ გააგზავნა თვითმფრინავით მოხალისეები და არ დაუწესა რუსეთს ემბარგო, თუმცა რუსეთს საქართველოს რა ემბარგო უნდა დაუწესოს, პატარა საქართველოს უზარმაზარ რუსეთს, მაგრამ მაინც ხო არ გააკეთა, არა?
ნუ ეგრევე ამბობენ რომ ვართ პუტინის აგენტები და იარლიყებს გვაწეპებენ და ნუ ეხლა ეს არ შეიძლება. იმიტომაც დაამთავრეს ისე როგორც პრინციპში უკვე დამთავრებულია ხო ეგ ამბები რაც ხდება კონკრეტულად ნაცმოძრაობის პროტესტს გულისხმობდა მათ შორის ამას უკვე მიეცემა როგორც ჩანს იურიდიული ფორმაც იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არის შესული შესაბამისი არჩელი ეხლა როგორ არის იცით თენგო ბოდიში შეგაწყვეტინეთ რაღაცას ამბობდით ნუ 800,000 კაცმა ხომ იცა კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხმა 800,000-დან 1% ან 2%, 5% ხომ უნდა გამოვიდეს და დადგეს იქ არა? არ უნდა ხალხ სახელმწიფო გადატრიალება არ უნდა. ვისაც მათ შორის იმ ოპოზიციურად განწყობილსაც არ უნდა. იმათზე ვამბობ ზუსტად მე. ესე იგი, არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ხალხის, რომელსაც არ უნდა ქართული ოცნება, მაგრამ არც სახელმწიფო გადატრიალება არ უნდა. ყველას უნდა რომ ხელისუფლება შეიცვალოს საარჩევნო ყუთით, როგორც ეს ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში. და არა იმით, რომ გამოვარდეს ხალხი გარეთ, შევარდეს პარლამენტში, დაწვან პოლიციელები, მოლოტოვის კოქტეილები ისროლონ, ჩამოაგდონ ხელისუფლება, როგორც ეს ზვიად გამსახურდიას დროს გააკეთეს, როგორც შემდეგ შევარდნაძის დროს გააკეთეს, მტერი იყო შევარდნაძის მომხრე, მაგრამ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი და ჩვენ მაშინ ვამბობდით ხალხო არ გახვიდეთ არ გაყვეთ სააკაშვილს არ გაყვეთ ჟვანიას არ გაყვეთ ბურჯანაძეს ესენი ავანტიურისტები არიან არ გინდათ ნუ გააკეთებთ ერთი წელი დარჩა შევარდნაძეს ჩატარდეს არჩევნები და ვისაც აირჩევს ქართველი ხალხი ის იყოს პრეზიდენტი მაგრამ სააკაშვილმა იცოდა რომ მას არ აირჩევდნენ არჩევნები და ამიტომ მას ძალიან აწყობდა სახელმწიფო გადატრიალება და მისი ინტერესი დაემთხვა მაშინდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბუშის ინტერესებს, რომლებიც მოაწყო ფერადი რევოლუციები მთელ მსოფლიოში. დაემთხვა მათი ინტერესები და ჩამოაგდეს შევარდნაძე, რომელიც ასე ვთქვათ, რუსულ სიტყვას ვიტყვი, ვაშინგტონის ლიუბიმჩიკი იყო, ასე ვთქვათ, მოწონდა ვაშინგტონს შევარდნაძე, მაგრამ სააკაშვილი უფრო არჩია, იმიტომ რომ იცოდა რომ სააკაშვილი გააკეთებდა ისეთ რაღაცას, დაიწყებდა რუსეთთან ომს და კიდევ ერთხელ ნუ რუსეთს უჩხლეთ და სადგისით უჩხლეთ და ასე ვთქვათ უზარმაზარ დაწვს და აი უჩხლით და სადგისით დაწვს სააკაშვილმა და დავკარგეთ ტერიტორიები უკვე აღიარებული ტერიტორიები დავკარგეთ მიუხედავად თან ყველაფერ ამასთან მიუერთ ამ ტერიტორიებს კოდორი რომელზეც აფხაზებს პრეტენზია არც ქონიათ არასოდეს მიუერთ ახალგორი რომელზეც ოსებს პრეტენზია არ ქონიათ და დავკარგეთ უბედურად დავკარგეთ და ეხლა რო ამბობ ცოცა იმას ინტერვენციას, ცოცა ოკუპაციას, ეს არის იმ ხაზების გასწვრივ, რაც შემოხაზა სააკაშვილმა. გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი აღადგინა და უწოდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. ანუ უფრო მაღლა აიყვანა მისი სტატუსი. არის თუ არა ეს ღალატი ბატონო თენგო? არის თუ არა ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო ეს ღალატი? აბა ღალატი სხვა რა არის? მე არ მესმის ღალატი სხვა რა. ღალატი არის ეს. გაუქმებული იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ელცინმა აღიარა, როდესაც ყაზბეგში ჩამოვიდა და საქართველოს პრეზიდენტს გამსახურდიას შეხვდა, პროტოკოლში ჩაიწერა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ელცინმა მოაწერა ხელი, ანუ რუსეთის პრეზიდენტმა ირიბად აღიარა, რომ აღარ არსებობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ხო და შენ აღადგინე ეს ავტონომიური ოლქი და დანიშნე ვიღაც სანაკოევი სეპარატისტი რომელიც იქიდან ჩვენ ჯარისკაცებს ესროდა ტყვიას. ნუ აბა რა არის სხვა ღალატი ამის შესახებ? ზუსტად ეს არის ალბათ საფუძველი და არა მხოლოდ ეს რაც საკონსტიტუციო სასამართლოს შევიდა სარჩელი ზოგადად აი ამ პარტიების გაუქმების საუბარია ნაცმოძრაობაზე და ლელოსა და ახალის გაუქმებაზე. მე სხვა შორის აი როდესაც ეს ამბავი იყო, მაშინ ქონდა ჩვენ ეთერი ძალიან მწვავე κρიტიკით გამოვედი და ნაწილობრივ ეხაც ვარ ამ კრიტიკის აზრზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში თუ შეგაქვს პარტიის აკრძალვების მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ მისი ლიდერები არიან პირდაპირ კანონის სახელმწიფოს წინაშე დამნაშავეები, ვამბობდით ეს რაღაც რომ მინიმუმ სისხლის სამართლის განაჩენი ხომ უნდა იყოს კაცო ამ ხალხზე მაშინ შესული ძალაში, მაგრამ აი მე დაემთხვა რომ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის შემდეგ მართლაც აღძრა პროკურატურამ უკვე სისხლის სამართლის წესით არის საქმე აღძრა სააკაშვილზე კი ბატონო და ამ მიმართულებით როგორც ჩანს ხელისუფლება ხედავს აი ამას წმინდა იურიდიული სამართლებრივი საფუძველი აქვს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გამოიკვლევს იქ ისეთ მტკიცებულებებს, რაც სისხლის სამართალთან არის დაკავშირებული, ამიტომ საჭიროა რომ განაჩენი არსებობდეს და ამის საფუძველზე მოხდეს შემდეგ პარტიის აკრძალვა. ამას ვიძახდით და როგორც ჩანს ასწორებს ამ ხარვეს, ამ სამართლებრივ ხარვესაც
ხელისუფლება. აი დღევანდელი ამბავი ახსენეთ თქვენ, დღეს პროკურატურას ჰქონდა ბრიფინგი, ზოგადად მივეჩვიეთ, რომ აი ყოველ დღე კი, მაგრამ გენერალურ პროკურორს არ აქვს ყოველდღიურად არ აქვს. როდესაც გამოდის დაბალჩინოსანი, ვიცით რომ ვიღაცა ნარკო ვაჭრობაზე დაიჭირეს, ან პროსტიტუციაზე დაიჭირეს, ან რაღაცაზე, მაგრამ როცა გენერალური პროკურორი გამოდის, ვიცით რომ ძალიან მაღალი თანამდებობის პირზე უნდა აღიძრას საქმე და ასეც მოხდა დღეს. ასეც მოხდა გიორგი გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრია ყოფილი, მასე აღიძრა უკვე სისხლის სამართლის საქმე. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი ეპიზოდისთვის, რამდენადაც ცნობილი გახდა. ეს არის 20 ივნისის ღამე, ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის ეპიზოდზე და ასევე ჩორჩანას ეპიზოდზე, როდესაც სწორედ გახარიას ხელმოწერით იქ გაიხსნა საგუშაგო, რამაც შემდეგ გამოიწვია დაახლოებით 1,000,000 კვადრატული მეტრი მიწის ტყის მასივზეა საუბარი, ჩვენი დე-ფაქტო კონტროლის დაკარგვა ამ ტერიტორიაზე. აქ არის შეკითხვები, ხა გახარია ვინ არის, რა არის ეს კი ბატონო შეგვიძლია გავარჩიოთ, მაგრამ უცნაური რა არის ამ ყველაფერში. ზუსტად ჩორჩანას შემდეგ, ზუსტად 20 ივნისის შემდეგ ეს ადამიანი დაწინაურდა, დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. ამის შემდეგ გადაიყვანეს. აი ეს რანაირად შეიძლება ახსნათ ან ხო არ ტოვებს რაღაც შეკითხვებს უსამართლობის განცდას, რა კუთხით რომ განაის რომ გახარია არ არის დამნაშავე. გინდა 20 ივნისში, გინდაც ჩორჩანას ეპიზოდში, უბრალოდ მხოლოდ გახარია არის ამ შემთხვევაში დამნაშავე. ის ადამიანები, ის გუნდი, რომელმაც მიიღო მერე ამ კაცმა უწონა ეს აქციელი და დანიშნეს პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს, არ არის მათზე პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში? აუცილებლად, რა თქმა უნდა, მათზე პასუხისმგებლობა არა მარტო დაწინაურებისათვის, არამედ მოყვანის და დანიშვნისთვის. ეხლა რა არის იცით, შეიძლება ერთხელ შეცდე კადრში, ერთხელ. მაგრამ როდესაც შენ მოყავს მარგველაშვილი და მერე ამბობ რომ უი შევწდიო, მერე მოყავს ზურაბიშვილი და ამბობ ვაი შევწდიო, სხვათა შორის ჩვენი პარტია ყოველთვის გამოდიოდა და ამბობდა და ახლა პირადად ვერ ხვდებოდით ოცნების ხელმძღვანელობას, მაგრამ ტელევიზიით, გაზეთებით, ინტერვიუებით ვამბობდით რომ მარგველაშვილი არ გინდათ, ნუ დააყენებთ მას პრეზიდენტად. იმიტომ რომ მარგველაშვილი გიღალა ვიცოდით ვინც იყო, რომელი NGO-ს წარმომადგენელიც იყო, უცხოეთზე რომ მუშაობდა, გრანტებით დაფინანსებული ადამიანი რო იყო, ვიცოდით და ვეუბნებოდით, დაგვიჯერეთ, არ გინდათ ნუ გააკეთებთ აქ. აი ეგ არ იცოდა მაშინ ქართულმა ოცნებამ. კი იცოდა, მაგრამ არ იყო მათთვის პრობლემა როგორ. თქო, თუ არ იცოდა მოესმინა ჩვენთვის. ჩვენი მოსმენა რა, რაღაც ის ხო არის, დანაშაული ხო არ არის? ხო შეიძლება ოპოზიციონერმა რაღაცა ისეთი გითხრას, რაც ჭკვასთან ახლოს იყოს. ესე იგი რომ მოესმინათ მაშინ და მარგველაშვილი არ აერჩიათ, ხო მოიგებდა ოცნება რა ამით. შემდეგ სალომე ზურაბიშვილი, ქალი რომელმაც როდესაც სააკაშვილმა მინისტრის პოსტიდან გააგდო და დაარსა პარტია 2% ძლივს აიღო. მაშინ როცა ზენიტში იყო საქართველოს გზა მგონი ეს ერთი საქართველოს გზა ზენიტში რო იყო 2% აიღო და შემდეგ როდესაც დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში ძლივს გახდა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი. ნუ აი ძლივს, აი ყველაფერი გააკეთა ქართულმა, კინაღამ მოუგო რურუამ, ნიკა რურუამ კინაღამ მოუგო. და ვეუბნებოდით ხალხო, ადამიანი რომელიც ძლივს გახდა მაჟორიტარი დეპუტატი, თქვენ გინდათ პრეზიდენტად და რეიტინგი აქვს 0. ამიტომ არ გინდათ სალომეს ნუენდობით, იმიტომ რომ სალომე არის უბეში გაზრდილი გველივით, ან აი კუს რო გადაიყვანს მორიელს დინალეზე დრეზე სულხან საბაურბელიანის სისრუე და მე რო უკმენს იმ კუს. აი ესეთია სალომე ზურაბიშვილი და არ გინდათ ნუ გააკეთეთ. მაინც სალომე დაასახელეს. ახლა ერთ პრემიერში შეცდი, მეორე პრემიერში შეცდი, მესამე პრემიერში შეცდი, მეოთხე პრემიერში შეცდი, ზოგიერთი კრიმინალიც გამოდგა. ნუ არ შეიძლება ამდენი საკადრო შეცდომა. მე და ჩვენ საერთოდ მემარცხენე ალიანსის წევრებს და ლიდერებს ასე ვთქვათ, ყოველთვის ჰქონდა ასეთი შეთავაზება ხელისუფლებისადმი. აი მაგალითად გინდა დააყენო ჯანდაცვის მინისტრად, ნუ ვინმე. მოიწვიე ექიმთა ყრილობა. აი თუ რამე ამაში ცუდია, აი თენგო თქვენ თვითონ მითხარით, მეგონი აი დემოკრატიაზე თუ გვაქვს საუბარი, ეგ არის იდეალური. გამოცდილი ჟურნალისტი ხართ, აი ცუდია ამაში რამე. მაგალითად ან კულტურის მინისტრი მოიწვიე კულტურის მუშაკთა ყრილობა და მათ უთხარი, მოდი იმსჯელეთ თქვენ კულტურის მუშაკებო და რამოდენიმე კანდიდატი დაგვისახელეთ. 4-5 კანდიდატური კულტურის ან ჯანდაცვის მინისტრად.
მერე ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობა შევიკრიბებით და ამ 4-დან ან 2-დან ან 7-დან ერთ-ერთს ავარჩევთ და თუ არ გაამართლა ეს იქნება იმ ყრილობის და იმათი პასუხისგებლობა იქნება ანუ მე კი არ მინდა რომ პასუხისგებლობა ვინმეს გადააბრალოს ხელისუფლება მაგრამ იმათი აზრიც მოისმინე რა სიტყვიან ისინი რას ფიქრობენ მოდი მოისმინე რა იუსტიციის ხალხი შეკრიბე და კითხე იუსტიციის მინისტრად ვინ გინდათ რა არის ამაში ცუდი ეს რო გაეკეთებინათ არ მოხდებოდა ეს საკადრო კოლაფსი რომელიც დღესაც მიმდინარეობს და აგერ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბინა გაუჩხრიკეს ღარიბაშვილს გულისხმობ წინა პრემიერ-მინისტრზე აგერ საქმე აღიძრა ამაზე საქმე აღძრა მინიმუმ 2 პრემიერი ესე იგი გრიგორიანო მინიმუმ 2 პრემიერი და მესამე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი საქმე არ არის აღძრული მაგრამ ძალიან ცუდი ხმები დადის რომ ანაკლიის სპორტის საქმეში იყო ცუდად გარეული. ნუ 1 2 3 4 ხო არ შეიძლება ამდენი საკადრო შეცდომა დაუშვა. ამიტომ ხა შეიძლება ბევრს არ მოეწონო სტალინის ციტატას მოვიყვან. კადრები წვეტენ ყველაფერსო სტალინი ამბობდა და მართალი არისო კადრები არ წვეტენ ყველაფერს. რა თქმა უნდა. ნახეთ რა უბედურება ტრიალებს საკადრო საკითხში. თუნდაც ministrების საკითხში. აგერ უშიშროების ministris ბინა გაჩხრიკეს. აგერ სხვა ministrები არ ვიცი კიდე რომელი თავდაცვის ministri ეს ხო ის არ არის მე არ ვამცირებ სოფლის მეურნეობას თავდაცვის ministri ხო არ არის სოფლის მეურნეობის ministri ეს არის უაღრესად სტრატეგიული თანამდებობა და ამ ministrს რო უჩხრიკავ ბინაზე იქიდან ამოგაქ 7 მილიონი თუ რამდენი მილიონი ესე იგი შენ ხარ კადრებზე პასუხისგებელი და ეს ძალიან ცუდად მოქმედებს თვითონ ოცნების რეიტინგზე თვითონ ოცნების მომხრეებიც კი აღშფოთებულები არიან როგორც თუ კი ამდენი დამნაშავე ყოფილა ოცნების წრეში და ამათ ანდობდნენ ასეთ საპასუხისგებლო თანამდებობებს ჩვენ უკმაყოფილოები ვართო მე ხო ვიცნობ რა თქმა უნდა და ეს მე ვფიქრობ რომ აი ქართულ ოცნებას ამ ხრივ ცოტა ხო არ გაიქცა პროცესი იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდ ზიანს ნახულობს მე არ ვიცი ამას რამდენად იაზრებენ თვითონ მაგრამ გამოდის რომ აი თუნდაც იმ ნოდარა მელაძის და გვარამიას და მთელი სიუჟეტები რასაც ეს ხალხი თუნდაც რა ვიცი რატო ლანძღავდით მაშინ რასაც ისინი ამბობენ იგივე ეს ამბობს დღეს ქართული ოცნება შავნოდარას რატო შავნოდარა თურმე დაუძახოთ მართალი კაცი ყოფილა თეთრნოდარა დაუძახოთ მაშინ მაგრამ მე დავესესხები ბიძინა ივანიშვილს თვითონ თქვა როდესაც დაბრუნდა პოლიტიკაში თვითონ თქვა რომ გაექცა აი ოცნების უკონკურენტობის გამო და უოპოზიციობის გამო ოცნების ლიდერებს გაექცათ ხელიდან მართვის სადავეებიო და იმიტომ ბრუნდებიო რომ კორუფცია აღკვეთო ბიძინა ივანიშვილის ციტატა მოყავს მე ხო არაფერი ახალს არ ვიგონებ და დაიწყო ეს რეპრესიები მაგრამ რეპრესიები მე ცუდი გაგებით არ მინდა ვთქვა ვინც იპარავს ხალხის ბიუჯეტს და ვინც იპარავს ქვეყნის დოვლადს და სიმდიდრეს ის ვინც არ უნდა იყოს ის უნდა იქნას დაჟილი და ეს ხალხს მოწონს და რა თქმა უნდა მე ამ ხრივ თუმცა აი ამ კადრების საკითხს რომ დაუბრუნდეთ თქვენ ძალიან ჩემი აზრით ალბათ აი ყველაზე სწორი მოდელი რა ჩემო თავაზეთ და რასაც აი მართლაც დიდი ხნის განმავლობაში არაერთხელ მოგვისმენია იგივე თქვენგან რომ რატომ არ არის აი თქვენი აზრით ქართულ ოცნებაში ან ეხლა მაინც თუ შეიძლება გაჩნდეს იმის შანსი და შესაძლებლობა ამ ხალხმა დაინახოს რომ ერთმა ადამიანმა ან თუნდაც ერთმა ჯგუფმა შეუძლებელია რომ ყველაფერში იყო ასე ვთქვათ აი კომპეტენტური რომ აი კულტურაში ვინ უნდა წარმოადგენდეს ისიც შენიცოდე ჯანდაცვაში ვინ უნდა იყოს ისიც შენიცოდე ყველაფერი შენიცოდე შენს პასუხისმგებლობაზე იყოს ეს ხო არ არის ნორმალური არა და მე საერთოდ აი იმის მომხრეც ვარ თუ ჩვენ დემოკრატიაზე გვაქვს საუბარი პლებისციტები რეფერენდუმების ჩატარება არა მხოლოდ აი კულტურის სფეროს მინისტრის არჩევა კანონმდებლობაც მათ შორის რა შეიძლება გახდეს საკამათო საზოგადოებაში გამოიტანე რეფერენდუმზე ხალხმა გადაწყვიტოს და მე შენც ხო გათავისუფლებული ხარ იმ ეგ ერთი დიდი საკანონმდებლო აქტია რომელსაც ასე ვთქვათ კიდევ თავაზობთ ხელისუფლებას და რამოდენიმე პოლიტიკოსი კიდევ ხარს გვიჭირს ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი პარლამენტმაც კი არ უნდა მიიღოს აბსოლუტური უმრავლესობით გამოვიტანოთ რეფერენდუმზე აი მაგალითად ევროკავშირის წევრობის საკითხი რომელიც ჩატარდა ეს პლებისციტი რეფერენდუმი არ ჩატარებულა პლებისციტი ჩატარდა 2008-ში ამ 2008-ში მე ზღებულობდი არჩევნებში ჩვენი პარტია ზღებულობდა არჩევნებში მონაწილეობას და ტოტალურად გაყალბდა ესე იგი მთელმა მსოფლიომ აღიარა რომ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამ დროს ჩატარდა პლებისციტი
სად არის გარანტია თუ არჩევნები გაყალბდა, სად არის გარანტია რომ ეს პლებისციტიც არ გაყალბდა. ამიტომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი ახლა რო არჩევნები იყო, არჩევნების წინ განვაცხადეთ. მოდი დავამტხვიოთ ადგილობრივ არჩევნებს, პლებისციტი უნდა თუ არა ქართველ ხალხს როცა გაყალბებულიყო ბატონ სოსო, იმ ამბების მერე არის 15 წელი გასული. იმ ამბების მერე ომი გადავიარეთ. დიდი დრო გავიდა. 1000 რაღაც ხელისუფლება შეიცვალა, 1000 რაღაც შეიცვალა. იქნება საზოგადოებრივი განწყობა აღარ ემთხოვა ხა 15 წლის წინანდელ განწყობას. თვითონ ევრო სტრუქტურების მითი რა ქვია, კვლევით 15%-ით შემცირდა ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში. მაგრამ ეს 15% რამდენია? რამდენის 15%-ია, ხო არ ვიცით? ამიტომ უნდა ჩატარდეს პლებისციტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და რო ამბობს დღეს ჩვენი ხელისუფლება, ჩვენ 2028 წლისთვის მზად ვიქნებით, რომ ევროკავშირში შევიდეთ. რომელ ევროკავშირში შედიხართ? რომლის ევროპარლამენტის წევრებს ერთი მეორეს მიყოლებით აპატიმრებს ბელგიის პროკურატურა და ფულს იმდენს პოულობს მათ სახლებში რომ ვერ თვლიან დამთვლელი მანქანაც რო ვერ თვლის კუბამეტრებით ზომავენ ფულებს და ისე იღებს ბელგიის პროკურატურა და ანუ ჩართულია ყატარგეიტის და 1000-ნაირ ბინძურ ჭაობში ოჯახის წევრები მხილებულები არიან რუსეთთან ბიზნეს გარიგებებში და გარყვნილების ჭაობში კიდე ეხლა მიიღო ზუსტად ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივით ევროპარლამენტმა კანონი რომ არასრულწლოვან ბავშვებს უფლება უნდა მიეცეს სქესის შეცვლისა ისე რომ მშობლებს არ აკითხონ მასწავლებელს არ აკითხონ და თუ მშობელმა ამოიღო ხმა სისხლის სამართლის საქმე აღიძრება ანუ კორუფციის ჭაობში და გარყვნილების ჭაობში და პირდაპირ გვეუბნებიან თქვენ უნდა მიიღოთ ერთსქესიანთა ქორწინების კანონი. გვინდა ასეთი ევროკავშირი? მე და ჩემი მეგობრები ორივე ხელით ხარს უჭერდით 2000-იანი წლების დასაწყისში ევროკავშირის წევრობას, მაგრამ მაშინ სხვა ევროკავშირი იყო. ეხლა სხვა ევროკავშირია. ძალიან ფუნდამენტური ცვლილებებია ევროკავშირში, აი იგივე ფონ დერ ლაიენის გუშინ დაწერა პოლიტიკო წერდა თუ სწორად მახსოვს, რომელიღაცა დასავლურ გავლენიანი გამოცემა, რომ განიხილება ესე იგი ფონ დერ ლაიენის ინიციატივით განიხილება, რომ მისი ხელმძღვანელობით უნდა შეიქმნას ევროკავშირის ერთიანი სადაზვერვო სისტემა, რომელსაც უხელმძღვანელებს აი ფონ დერ ანუ ფაქტიურად როგორ თქვა, სპეცსამსახურებს ქმნის სპეციალურს და ამ სპეცსამსახურების მართვის სადავეები ასევე აღმოჩნდება ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელში. ანუ ფაქტიურად მთლიანად იღებს ეს ევროპის დიქტატორი ხდება. ეს ადამიანი ხელში იღებს ევროპას, კი ბატონო, და სუვერენიტეტს კარგავენ წევრები. რა თქმა უნდა, კარგავენ სუვერენიტეტს. და მინდა თენგო დავამატო, არ დამავიწყდეს ჩვენი მაყურებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს კანონ პროექტი ბავშვების სქესის შეცვლასთან დაკავშირებით აუცილებელია ევროკავშირის კანონმდებლობით, რომ მაგალითად იტალიაში რომ ამოქმედეს იტალიის პარლამენტმა უნდა რატიფიკაცია გაუკეთოს. უნგრეთის პარლამენტმა რატიფიკაცია არ გააკეთა და უნგრეთს გაუყინეს 700 მილიონი ევრო. ანუ ჯიან ქვეყანას თუ ეს ბავშვების სქესის საკითხის შეცვლის კანონი არ იქნა მიღებული და ბავშვებს რომელსაც არ აქვთ 18 წლამდე სიგარეტის ყიდვის უფლება მაღაზიაში რომელსაც არ აქვს ალკოჰოლის დალევის უფლება. ხო, ეგ მინდოდა მე თქვა. ალკოჰოლის მათ შორის ლუდის ყიდვის უფლება არ აქვს, არჩევნების უფლება არ აქვს, სქესის შეცვლის უფლება უნდა ქონდეს. გვინდა ესეთი ევროკავშირი? მე აი კიდე გიმეორებთ ძვირფასო მაყურებელს, უნდა ჩატარდეს პლებისციტი. გვინდა თუ არ გვინდა და აუცილებლად უნდა იქნას ამოღებული ჩვენი კონსტიტუციიდან ჩანაწერი, რომელსაც თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდით, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრი, იმიტომ რომ ევროკავშირი უკვე კვდრატშობილი ორგანიზაციაა, უნგრეთი აპირებს დატოვებას, სლოვაკეთი აპირებს დატოვებას, ჩეხეთში ახლა ფუნდამენტალური ცვლილება მოხდა და ახალი მთავრობა მოვიდა და იქაც გაისმის, რომ უნდა დავტოვოთ, საფრანგეთში გაისმის მოწოდება, რომ ევროკავშირი უნდა დავტოვოთ და თუ დაიშალა ეს ევროკავშირი, კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ და კონსტიტუციის შეცვლა ესეთი იოლი არ არის. ამიტომ კონსტიტუციაში ასეთი რამ ქვეყნის ორიენტაცია არ იწერება საერთოდ, ეს ნონსენსი არ შეიძლება. უნდა იქნას ამოღებული ეს პუნქტი. კი ბატონო, თუ შემდეგ ევროკავშირი თავისივე კანონმდებლობას დაიცავს, თავისივე წესდებას დაიცავს, კანონის უზენაესობას დაიცავს, ორმაგ სტანდარტს აღარ განახორციელებს საქართველოსთვის და არ გვეტყვის, რომ ფარას კანონი ამერიკაში კარგია და საქართველოში რუსული კანონია, აი სისულელეს თუ არ გვეტყვის,
მაშინ ჩვენ შეიძლება დავფიქრდეთ კიდე შესვლაზე, მაგრამ დღევანდელ ბიუროკრატიულ ევროკავშირში ჩვენი ფეხი არ უნდა იყოს. გეთანხმებით, სავსებით, განსაკუთრებით კონსტიტუციის ნაწილში ნონსენსია მართლა, რომ აი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო აქტში იწერებოდეს ქვეყნის პოლიტიკური კურსთან რაღაც კონკრეტული ორგანიზაცია, რომ აი ამ ორგანიზაციის წევრი მინდა გავხდე, იმიტომ რომ კონსტიტუციაში ხო არ არის მართლა რაღაც დროებით მიღებული დოკუმენტი, ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტი, რაზეც წესით ჩვენ უნდა გქონდეს გავთვალ, რომ აი რაც კი საქართველოს იარსებებს და ღმერთმა ეს არის ყველა სურვილი, რომ მართლა სამყაროს აღსასრულამდე არსებობდეს ეს სახელმწიფო, აი ამ დოკუმენტს უნდა ვიხემძღვანელო. დაიშალა დაუშვათ მართლაც გავიდა 50, 70, 100 წელი და დაიშალა ეს სულით კონსტიტუციას. დააშვები, ხო, აი რანაირად შეიძლება რომ კონსტიტუციაში ასეთი შეცვალე ეგრე არ არის. მე მიკვირს ხო უბრალოდ იმიტომ რომ თან ჩვენ ახლა ხელისუფლებაში ისეთი მაღალი კონსტიტუციონალისტები ყავს საერთოდ ხო ხელმძღვანელობაში ძალიან მაღალკვალიფიციური იურისტები და მათი მხრიდან მიკვირს მე ეს ყველაფერი, თორე თავიდან ბოლომდე ეს არის რაღაც PR ჩანაწერი, ხო? რომ აი ვანახოთ დასავლეთს, რომ ნახე კონსტიტუციაში რა კაი რაღაც გვიწერია. დაუშვა და დაიშალა ეს ან დაუშვა და სულაც არ დაიშალა, მაგრამ აი ოფიციალურად გითხრა ნატო მოარი, რომ არა, ჩვენ არ განვიხილავთ, საქართველოს არ გახდება ნატოს წევრი, რა შვებით ესე ჩვენ. ფაქტურად ეგრეც არის, კი. ეგრეც არის, გვეუბნებიან ამას პირდაპირ. იგივეს გვეტყვის მალე ევროკავშირის და აი რა ფასი აქვს მაშინ ამ ჩანაწერს? არაფერი ფასი, აი მხოლოდ ფურცლის, აი ფურცელი რაც არის, ჩანაწერის ფურცელი რაც ღირს, აი ფურცლის ფასი აქვს. ამიტომ ასეთი ფუნდამენტალური საკითხი, რასაც ქვია ქვეყნის ორიენტაცია, არ უნდა იწერებოდეს და მილიონჯერ არ გვაქვს ნათქვამი ჩვენს და სხვებსაც ჰენრი ლორდ პალმერსტონის სიტყვები, ეს გახდათ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩერჩილს აბრალებენ, მაგრამ ჩერჩილს არ უთქვავს ეს, ბრიტანეთს აქვს მუდმივი ინტერესები და არ ყავს მას მუდმივი მეგობრებიო. საქართველოსაც მუდმივი ინტერესები აქვს და მუდმივი მეგობრები არ აქვს. საქართველო ხან 1555 წელს ამას იიზავით, გაიყვეს ოსმალეთმა და ირანმა, ესე იგი გავლენის სფეროებად, ანუ დაინაწილეს ჩვენი ქვეყანა, შემდეგ ერეკლე მეორე და მამამისი მოვიდნენ ხელისუფლებაში და ფაქტიური დამოუკიდებლობა მოიპოვეს, შემდეგ დავკარგეთ დამოუკიდებლობა, შემდეგ ისევ მოიპოვეთ, შემდეგ 1918 წელს მოიპოვეთ, 21 წელს ისევ დავკარგეთ. ამიტომ ასეთი საკითხები, ორიენტაციის საკითხი არ იწერება. ეხლა ჩვენ გვაქვს, კი ბატონო, დასავლური ორიენტაცია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ევროპოიდული რასა, ჩვენ ვართ ევროპელი ხალხი, ჩვენ ვართ ქრისტიანები და მრავალი შემოსევა მონღოლები იქნებოდა ეს თუ ყიზილბაშები იქნებოდნენ თუ ვინ იქნებოდნენ, ჩვენმა ქვეყანამ შეაჩერა, რომ ბოლომდე ვერ მივიდა ევროპის ბოლომდე ლამანშამდე რო ვერ გავიდა. ჩვენ შევაჩერეთ და ამიტომ ჩვენ პირველ რიგში გვეკუთვნის ევროპის ოჯახში ყოფნა, მაგრამ ეს არის ევროპული ოჯახი, ურსულა ფონ დერ ლაიენია ევროპული ოჯახი და ის კორუმპირებული პარლამენტარები არიან, ევროპარლამენტარები არიან ევროპული ოჯახი? აი ეს გარყვნილების სექტა, რომელიც ჩვენ გვაიძულებს, რომ საბავშვო ბაღის ბავშვს უფლება კონდეს, სქესი შეიცვალოს და ბავშვს უნდა უთხრას მასწავლებელმა, რომ შენ არა ხარ გოგო. არა, არც შენ არა ხარ ბიჭი. გაიზდები და შენ თვითონ გადაწყვეტ, გინდა გოგო იქნები, გინდა ბიჭი და ექიმთან რომ მივიდეს პატარა ბავშვი არასრულწლოვანი და უთხრას სქესი შემიცვალ, ექიმმა უნდა შეუცვალოს. უფლება, აი ეს გვინდა? აი ტატუს რო იკეთებენ, ხო და ახლოს ტატუს რო იკეთებენ და ახლოს არაფერი, ხო, ტატუს გაიკეთებ, ესევე სქესი უნდა შეიცვალოს. ვაჯორის ტატუზეც კი არსებობს რეგულაცია, რომ რაღაც მგონი 16 წლამდე არ შეიძლება თუ რაღაცა იქაც კი ისავენ ამ რეგულაციებს, მაგრამ ეს სქესი შეცვალოს. თენგო, ესე იგი ლუდის ყიდვაზეა რეგულაცია, 18 წლამდე ლუდის ყიდვის უფლება არ აქვს. ბავშვს და სქესის შეცვლის უფლება აქვს. შეიძლება ეს და არ შეიძლება ეხლა ლუკაშენკოს არ დავეთანხმო. წაიღო ისა სოციალურ ქსელში ლუკაშენკოს პატარა ვიდეო. გამოვიდა და თქვა, ვის უბედავენო ხალხო LGBTQ+ პროპაგანდას, ვის თხოვენო ქართველებს, აღშფოთებული ლაპარაკობდა ლუკაშენკო. ლუკაშენკოც ყოფილი საბჭოთა მოქალაქეა ისე. აშკარად ძალიან ისეთი დეტალური წარმოდგენაა ქართველებს. საბჭოთა კავშირის დროსო ქართველები იყვნენო ყველაზე ღირსეულებიო, ყველაზე ასეთი კრუტიე სიტყვა არ ვიცი როგორ ითარგმნება. ასე თავმოყარები ღირსეულები და ამ ადამიანებს უბედავენო LGBTQ პროპაგანდასო, ქართველსო, მართლა წარმოუდგენელია რა. ამირანი, რომელიც მითოლოგიურად მიჯაჭული იყო კავკასიის მთებზე, აი ამ ამირანის ქვეყანას უბედავენ, რომ
გეი პარადები უნდა ჩატარდეს იმიდან 51 სკოლით ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან რუსთაველის ძეგლის გავლით ქაშვეთის ტაძრამდე. აი ეს უნდა ჩატარდეს და ბევრი ისმის აქ გაუშვი გაიარონ. გაუშვი გაიარონ რა მოხდა ეს არ არის ძვირფასო მეგობრებო. მეგონი მოვიდა უკვე საზოგადოება აზრზე მაგრამ. გაუშვი გაიარონ ეგრე არ არის. გაუშვი გაიარონ ესე არ არის. ბატონ სოსო, მინდა რომ საერთაშორისო მოვლენებზეც მოვისმინოთ თქვენი პოზიციები, მართლა ძალიან დაძაბული არის, ხა საქართველოშიც იმდენად დაძაბულია, ვითარება რომ ხანდახან წყვდებით ხოლმე აი ამ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ძალიან გაიზარდა ბირთვული რიტორიკა, იქ ამერიკა გეგმავს რომ ბირთვული ბომბის გამოსვლა ჩაატაროს, ჩვენ მქონდა მათ შორის წინაეთერის ამაზე საუბარი, ეს არ არის ბირთვული წვრთნა, რასაც ყოველ წელს ატარებს მხარეები. ეს არის კონკრეტულად ბირთვული მასალის აფეთქებაზე არის საუბარი, რაც 30 წელზე მეტია შეერთებულ შტატებს 92-ში თუ სწორად მახსოვს ბოლოს მაშინ ჩაატარა ამგვარი გამოცდა, რუსეთს საერთოდ არ ჩაუტარებია 90 წელს საბჭოთა კავშირი. მიწისქვეშა პოლიგონებზე ხდება ეს რა თქმა უნდა. შევახსენებ ძვირფას მაყურებელს, ჩემზე კარგად იციან 1963 წელს საერთოდ აიკრძალა მიწისზედ, კოსმოსში და მიწისქვეშა პოლიგონებზე. წყალქვეშ აფეთქება მიწისქვეშა პოლიგონებზე, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა უკვე დიდი ხანია შეაჩერეს და განახლებას აპირებენ. აი აპირებენ განახლებას. აქ თვითონ ეხა ფაქტი ის რომ იმას კი არ ვამბობთ რომ ეხა რადგან ბომბის გამოსვლას აპირებენ ერთმანეთს დაარტყავენ აუცილებლად, მაგრამ თავისთავად აი მრავალწლიან პერსპექტივაში რო შევხედოთ, აქამდე თუ იყო პოლიტიკა რომ აი ეს ბირთვული დაპირისპირების საფრთხის ნელ-ნელა შორდებოდა მხარეები, ესკალაცია ნელ-ნელა მცირდებოდა, აი აგერ ბომბების გამოსვლა შეაჩერეს, ერთმანეთთან თანამშრომლობა დაიწყეს ამ საკითხებში. ეხა ხდება პირიქით, აი კვლავ ხდება თითქოს აი ამ ბირთვული რიტორიკის და კონფრონტაციის დაახლოება. რა შეგიძლიათ, რა პროგნოზი შეგვიძლია ამაზე გქონდეთ, აი თქვენ რო აკვირდებით პროცესებს. ბევრი საუბრობს იმაზე, მათ შორის რომ ევროპის ტერიტორიაზე უკვე უკრაინის გარდა სხვა ქვეყანასთანაც შეიძლება დაიწყოს სამხედრო მოქმედებები და ამისთვის ყველა ემზადება. ხედავთ შეიარაღებას ევროპაში, ხედავთ შეიარაღებას რუსეთში, რუსეთში აქამდე ხედავდით გასაგები მიზეზების გამო. აი რა პერსპექტივა, რაც მთავარია უკრაინის ომის მორჩენას, მაინდამაინც კარგი ისეთი ცხადი სცენარი ამისი ჯერჯერობით არ ჩანს. თქვენ როგორი მოლოდინები გაქვთ? აი 39 წელს მაგალითად გააოს ეს ყველაფერი. საიდანაც მე ძალიან მალე ქვეყანა მიდის სამწუხაროდ მესამე მსოფლიო ომისკენ და რომ არა ატომური იარაღი, რო არ არსებობდეს ატომური იარაღი, დიდი ხანია მესამე მსოფლიო ომი იქნებოდა დაწყებული. აი ეს აჩერებს მთელ მსოფლიოს, იაძერნე ზერჟევანიე, რუსული სიტყვა ჩამრჩა მეც, სულ ამას იმეორებდნენ. ამასინად პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჩვენო ამერიკელებსო შეგვიძლია 150 ჯერ მოსპოთ სიცოცხლე დედამიწაზეო. ამდენივეჯერ შეუძლია რუსეთს მოსპოს სიცოცხლე დედამიწაზე და იცით რა შეიძლება მოხდეს? ამაზე ძალიან ცნობილ ადამიანებს აქვს პროგნოზი გაკეთებული. ასე თუ წააყარეს ბომბები ერთმანეთს, ნუ გონია რომ ჩვენ გადავრჩებით ან ავსტრალია გადარჩება. დედამიწა შეიძლება მოწყდეს ორბიტას. აი ამის შედეგად და საერთოდ შეწყვიტოს დედამიწამ არსებობა. ეს არის დიდი საშინელება. და ეხლა იცით რა, ყველა ამბობს რომ მე მართალი ვარ, ევროპა ამბობს რომ არ უნდა დასხმოდა უკრაინას თავს, ტრამპი ამბობს რომ აი ბაიდენის ბრალია მე რო პრეზიდენტი ყოფილიყავი ეს ომი არ დაიწყებოდა, პუტინი ამბობს რომ მე ვარ მართალი, იმიტომ რომ როდესაც ნახეთ რას ამბობენ რუსები, როდესაც ედვარდ შევარდნაძე ამერიკაში იყო და მან განაცხადა რომ ბერლინის კედელი უნდა დაინგრესო, აღბრთოვანებული ბუში, მამა ბუში ამბობდა რომ თუ ეს ასე მოხდაო 1 სანტიმეტრით ნატო არ წაიწევა რუსეთის მხარეზე, 1 სანტიმეტრითო და პუტინი ამბობს რომ დაარღვიესო, იმის შემდეგ მთელი რიგი სახელმწიფოები მიიღესო ნატოში და მიადგნენ პირდაპირ რუსეთს. ეხლა უკრაინის მიღება უნდათო და ჩვენ თავს ვიცავთო. მიდი ეხლა და ეკამათე ამათ, ნუ ვიცავთ ჩვენ თავსო. ისინი ამბობენ არა აქვს პუტინს უფლება შევიდეს უკრაინაშიო, მაგრამ როდესაც კარიბის კრიზისი იყო და ხრუშოვმა კუბაზე განალაგა ატომური იარაღი, კინაღა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. რატო ქონდა მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებს იმის უფლება, რომ კუბის ბლოკადა მოეწყო?
კუბის ბლოკადა მოაწყო, საზღვაო ბლოკადა მოაწყო და გემებს არც იქით უშვებდა, არც აქეთ უშვებდა. იმიტომ რომ გასაგებია ხა შენ საზღვართან ვიღაცა რომ იარაღს აყენებს და შენი მისამართით არის ეს იარაღი მომართული, მერე ხა იმის იმტკიცება რომ ეს კაც შენი ტერიტორია კი არა რა შენი საქმე აქ რა იარაღი დადგება აღარ ჭრის ხომ ეს არ ჭრის არა. აი ნახეთ მაშინ რა მოხდა. მაშინ თურქეთში განლაგებული იყო, მე მაშინ ბავშვი ვიყავი და კარგად მახსოვს ეგრეთ წოდებული ტრივოგები ცხადდებოდა. ნუ რუსულად ტრივოგაა, დღეს ტრივოგაა, ანუ ყველას უნდა ჩაებნელებინა სახლი. და თბილისის თავზე დაფრინავდა საბჭოთა თვითმფრინავი და უყურებდა მტრისთვის რამდენად გამოსაჩენი იყო თბილისი. აი ესე რამდენ და ჩვენ ბავშვები ჩაბნელებულ ქალაქში თამაშობდით ხოლმე. ტრევოგა, ყველა ვიცოდით რა იყო. ესე იგი რა ხდებოდა? სოფლიო ომისთვის მიდიოდა მზადება. იმიტომ რომ თურქეთში განლაგებული იყო საბჭოთა ქალაქების წინააღმდეგ მომართული ატომური იარაღი, მათ შორის თბილისის თბილისზე დამიზნებული. და როდესაც კარიბის კრიზისი განიმუხტა, ხრუშოვმა გამოიტანა იქიდან ატომური იარაღი, მაგრამ კენედის მოთხოვა თურქეთიდან გაიტანე თბილისზე მომართული და არა მარტო თბილისზე, სომხეთის მიმართ, აზერბაიჯანის, ბაქოს და ერევნის მისამართით დაყენებული ატომური იარაღი. იმათ თურქეთიდან გაიტანეს, ამათ კუბიდან აი ესეთი რამ ხდება საერთოდ სოფლიოში. გარიგება ხდება, შენ ეს გააკეთე, მე ამას გავაკეთებ და ნუ ეხლა პუტინი აცხადებს, რომ იქო რუსი ერი იჩაგრებოდაო. ნუ ეხლა მე ტაშკი არ უკრავ ამას. ასევე აცხადებდა, რომ აფხაზეთშიო ჩემი მოქალაქეები იჩაგრებიანო, ცხინვალშიო ჩემი მოქალაქეები იჩაგრებენო. მე ტაშკი არ უკრავ, მაგრამ კონფლიქტს იმას ეს არგუმენტი აქვს, შენ შეგიძლია გააბათილე კი ბატონო, მაგრამ კონფლიქტის საბაბს ყოველთვის მოძებნი და იმპერიას ყოველთვის აქვს თავისი მიზანი. რომ რაც შეიძლება უნდა გაფართოვდეს ჩემი საზღვრები. ნუ ყველა იმპერიას, რომის იმპერია იყო ეს თუ ნაბუქოდონოსორის იმპერია იყო თუ იმპერია თავისთავად ამას გულისხმობს, რომ უნდა გაფართოვდება, მაშინ იშლება. კი ბატონო, შეერთებული შტატების იმპერიაც, კანადა უნდა შემოვიერთო, ტრამპმა განაცხადა და პანამის არხი უნდა შემოვიერთო და ვენესუელაზე აპირებს თავდასხმას და რა, ის იმპერია არ არის. მაგრამ ესე რომ იმპერიების ჭიდილს უყუროთ ჩვენ, შეიძლება დაიქცეს მთელი მსოფლიო, ესე არ არის, არ შეიძლება. ამიტომ ამ ხრივ საქართველოს თავრობას მხარს უჭერო არ შეუერთდა აი ამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ამდენი თვითმფრინავი რო დაფრინავს საქართველოს თავზე, თუმცა გუშინ კატასტროფა მოხდა სამწუხაროდ, მაგრამ აი ჩემი ეზოდან სოფელ დიღომში ვცხოვრობ. ძალიან კარგად ჩანს როგორ მიფრინავენ და მოფრინავენ. ზოგი თბილისის აეროპორტში, ზოგი საერთოდ სხვაგან მიფრინავს. აღმოსავლეთისკენ ან დასავლეთისკენ. ამდენი თვითმფრინავი, იმიტომ დაფრინავს საქართველოს თავზე, რომ აქ არის მშვიდობა. ვერც რუსეთის თავზე, ვერც უკრაინის თავზე, ვეღარ მოძრაობენ ამდენი თვითმფრინავები და ისინი იხდიან გადასახადს, გადაფრენის გადასახადს იხდიან და ბიუჯეტში შედის ფული. აი რამხელა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას. ეხლა ცუდი რაღაცაც უნდა ვთქვა, ბინების ფასი აიწია, მიწის ფასი აიწია, მაგრამ რატო აიწია ფასმა? იმიტომ აიწია, რომ მშვიდობაა. ყველას უნდა რომ სამშვიდობო ქვეყანაში იყიდოს ბინა, იყიდოს მიწა, ან დასახლდეს, ან კონდეს აგარაკი. მით უმეტეს ესეთი ლამაზი ზღვისპირეთი გვაქვს. აი რამხელა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას. და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ხარს უჭერთ ამ ხელისუფლებას მშვიდობის დარგში, პუტინის აგენტი ხარ, რუსეთის აგენტი ხარ, რუსეთუმე ხარ, ქოცი ხარ, ასე შემდეგ. რატო თუ კი რამე გააკეთა, კარგი ხელისუფლება არ უნდა მოიწონო, თუ კი კარგი გააკეთა რამე. ეხლა სააკაშვილის ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია კარგი. თუმცა პატრული რო გააკეთა, პატრულის რეფორმა რო გააკეთა, პოლიციის რეფორმა. ეს მომეწონა და თქვი მაშინ რომ ეს კარგია. საგადასახადო საქმე რო მოაწესრიგა, კარგია. საბაჟოების საკითხი მოაწესრიგა, თუმცა ნახეთ რა ხდებოდა დახურა ერგენეთის ბაზრობა, სადაც ოსები და ქართველები ერთად ვაჭრობდნენ, ერთი ბიზნესი ჰქონდათ და შერიგებულები იყვნენ. დახურა და სამაგეროდ ელიტარული კონტრაბანდა ხდებოდა, აქედა სპირტის გატანა და გუბერნატორი იყო ქარელი და ოქროაშვილი, ისინი იჯიბავდნენ მილიონებს ჯიბეში იდებდნენ და ოსები და ქართველები ისევ დააპირისპირა. ამიტომ რაღაცა კარგს რო გააკეთებს ხელისუფლება,
აი სააკაშვილსაც რომ კარგი რამე გაეკეთებინა, ჩვენ ჩასაფრებულები ვიყავით, რომ რამე კარგი გაეკეთებინა. ააშენა გლდანის ციხე, მოგვეწონა, რომ მოწესრიგდება ეს საკითხიო და იმ გლდანის ციხეში აუპატიურებდნენ ადამიანებს, მამაკაცებს აუპატიურებდნენ, დასკოჩილ. აი რა არის იცით მეგობრებო, ერთხელ წარმოვიდგინე მე ჩემი თავი, რატო წარმოვიდგინე იცით ჩემი თავი, დაპატიმრებას მიპირებდა მეც და ჩემისთანებს ბევრს უპირებდა სააკაშვილი ვერ მოასწრო ეთყობა. ან რა ვიცი რატო გადაიფიქრა. მიცვალებულზე რომ დავესკოჩებინე ვინმეს, იმ წუთასვე მოვკვდებოდი. იმ წუთას მოვკვდებოდი. 48 საათი დასკოჩილი ყავდათ მიცვალებულზე ადამიანი. ამაზე დიდი წამება შეიძლება. ერთი წუთი თქვენი თავი წარმოიდგინეთ ძვირფასო მაყურებლებო. შეიძლება ვიღაცა მიშას მომხრეც მისმენს. შეიძლება ასეთი რამე. შეიძლება და ამის გამკეთებელი ნებიურობს ახლა პალატაში. და ციხეში არ სვავენ, რატო არ სვავენ? თავზე ხელს რატო უსვავენ? ვერ გავიგე. ჩვეულებრივი პატიმარი არ არის სააკაშვილი. აი, მაყურებელი გვეკითხება სხვათა შორის და ამაზე რო გავამახვილოთ ყურადღება, თუ უჭერთო მხარსო ამ ხელისუფლებასო, მაშინ რატომ მოდიხართ ოპოზიციაში? ხა გასაგებია რომ რაზეც თქვენ საუბრობთ, ჩემთვის გასაგებია. აქ არის საუბარი რაღაც კონკრეტულ მიმართულებაზე, თორე საკრიტიკო ამ ხელისუფლებას ბევრი აქვს. მაგის მეტი რა აქვს და ძალიან ბევრი აქვს და პრობლემაც ის არის, რომ სწორად არავინ აკრიტიკებს. მაგალითად, სოციალურ თემატიკაზე არავინ აკრიტიკებს. არ არის ეს თემა ისეთი აქტუალური პოლიტიკურ საკითხებში არ გადის, რომ ყოველდღიურად რომ ძვირდება რაღაც პრეხა იყო დღეს ნიუსი, რომ დენი უნდა გაძვირდეს კიდე 3 თეთრით მაგალითად. და აი, ესეც საკითხებზე არ ხდება პოლიტიკური კლასის ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, კონცენტრირება საზოგადოებრივი აზრის, ხო? აი მე გეტყვით მთავარზე, რაზეც ვაკრიტიკებ მე დღევანდელ ხელისუფლებას, რახან სურვილი გამოთქვა მაყურებელმა რომ რატო არ უპირისპირდები თუ გეტყვით. სააკაშვილმა ხო გაყიდა მთელი ენერგეტიკა. ენგურხესი გაყიდა, ჟინვალხესი გაყიდა, ჩიტახევხესი გაყიდა და ნუ აღარ ჩამოვთვლი ახლა მთელი კასკადი ხრამის, მდინარე ხრამის ჰესები გაყიდა. გამოისყიდოს ჩვენმა ხელისუფლებამ. აი ახლა კალაძე რო გამოდის და ამბობს რომ პარკი გავაშენეთ და გასხვისებული იყო ტერიტორიები და გამოვისყიდეთ და დიდი პარკი გავაშენეთ. კი ბატონო, კარგია რომ გამოისყიდე და პარკი გააშენე, მაგრამ აი ეს ჰესები რატო არ უნდა გამოისყიდოთ? ბორჯომის წყალი, რომელიც ხაზარაძეს მისცეს იმ პირობით, რომ ბორჯომის პარკში დისნეილენდის რაღაცა ძალიან მაგარი პარკი უნდა გაეკეთებინა და არაფერი არ გააკეთა, ფული შეჭამა მარტო და ფული აკეთა ბორჯომის წყალზე და მერე რუსებს მიჰყიდა, აი ეს უნდა გამოისყიდოს ხელისუფლებამ. ბორჯომის წყალიც უნდა გამოისყიდოს, საირმის წყალიც უნდა გამოისყიდოს და უნდა გამოისყიდოს აი ეს ჰესები, ჟინვალხესი, ენგურხესი, გაყიდა, აჩუქა მიშამ, ადექი და გამოისყიდე ახლა. ამ ხელა ბიუჯეტი გვაქვს 21 მილიარდამდე არის მომავალი წლის ბიუჯეტი. ადექი და 2-3 მილიარდი 23 მილიარდიდან 18-19 მილიარდი დახარჯე და 3 მილიარდი გადაინახე იქ ყოველ წელიწადს და გამოისყიდე ეს ჰესები. დაუბრუნე საქართველოს. ეს არ არის კრიტიკა? რა გინდათ, მაინც და მეც უნდა ვაგინო ხელისუფლებას? წავიბილწო ენა გვარამიასავით? არა. ჩვენ კულტურულად წყნარად და წესიერად ვამბობთ. აი ეს აკლია ალბათ ყველაზე მეტად. კი ბატონო, გამოისყიდე ეს ყველაფერი. დასაჯეს სასტიკად, ვინც სასოფლო სამეურნეო მიწას უცვლის სტატუსს და ყიდის ან არაბებზე, ან თურქებზე, ან ვიღაც სხვაზე. სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვა კონსტიტუციით საქართველოში არის აკრძალული. ვიცი აქა-იქ ხდება სტატუსის შეცვლა და მიწის გაყიდვა. სპეციალ მიზნით ხდება სტატუსის შეცვლა, რომ მე ეს მიწა გაიყიდოს. ეს არის აი კონსტიტუციური განაწესის გვერდის ავლა, ხო? ახლა გამოგზავნდეს გენერალური პროკურორი დღეს რო გამოვიდა და განაცხადა ყოფილი პრემიერ-მინისტრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, გამოგზავნდეს და განაცხადოს ესა და ეს პიროვნება დაისაჯა მიწის სტატუსის შეცვლისთვის. მიესაჯა ამდენი და ამდენი. აჰა, ესეც კრიტიკა. კიდე რაზე გინდათ გავაკრიტიკო? კიდე ბევრ რამეზე შემილია გავაკრიტიკო. უბრალოდ ჩვენთან ესე არის ახმული ბატონ სოსო, რაც ყველაზე მეტად ალბათ არ ვიცი ხა ამ მაყურებელს არ ეხება ეს, მაგრამ აი ზოგადად აქვს ესეთი დამოკიდებულება, რომ თუ არ გამოდიხარ და აი უკანასკნელი სიტყვებით არ იგინები ეთერში, არ ლანძღავს საჯაროდ, აი თან მაშინ ხარს უჭერ. მაშინ გამოდის რომ ხარ დამჯერ. რომც აკრიტიკებდე არგუმენტირებ მნიშვნელობა არა, რატო არ აგინებ დედას პირდაპირ. ესე იგი დედაზე თუ არ შეაგინე, გამოდის რომ ქოცი ხარ, მაგრამ ხო აი ეს სიგიჟე ალბათ უნდა დამთავრდეს, ხო ადრე თუ არა, დასაწყისში რა ვთქვით? აი მე და თქვენ რა ვთქვით? კონსტიტუციიდან უნდა იქნას ამოღებული
აი ეს უაზრო ფრაზა, რომ ჩვენ უნდა გავწევრიანდეთ ნატოში და ევროკავშირში. ეს კრიტიკა არ არის. მეტი რა კრიტიკა გინდათ ხალხო ვერ გავიგე. ანდა კიდე ერთხელ ვიმეორებ, რამდენი არის დასაპატიმრებელი, რატო არ აპატიმრებენ მაგალითად გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც თავში ჩაარტყა პოლიციელს კამერების თვალწინ. პირდაპირ ეთერში, ღია ეთერში, თავში ჩაარტყა პოლიციელს. რატო არ აპატიმრებენ? ეს რა კრიტიკა არ არის? კიდე რაზე გინდათ გავაკრიტიკოთ და მოგწერეთ და თუ დაგეთანხმეთ, შეიძლება ისეთი რაღაცა მოგწეროთ, რასაც არ გეთანხმეთ. საკადრო საკითხი ეხლა არა ვთქვი. საკადრო საკითხში ამ ხელა შეცდომები აქვს დაშვებული. ამაზე ვაკრიტიკებთ. რა ვიცი, კიდე რაზე გინდათ გავაკრიტიკოთ? თქვით, მოგწერეთ. სხვათა შორის ერთმა მომწერა სოციალურ ქსელში. სულ სხვა საკითხზე მქონდა ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გამოსვლა. რატო არ აკრიტიკებთო? თბილისის მერსო 8 მილიონს რო ხარჯავს თბილისის მორთვისათვის საახალწლოთო. მე მივწერე, მე მიხარია რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი და ეხლა მე ნახევარი მსოფლიო მოვლილი მაქვს და თბილისი არის ულამაზეს ქალაქთა რიგში. ულამაზესი დედაქალაქი გვაქვს ისევე როგორც ბათუმი, ქუთაისი და თელავი და სხვა ქალაქები. მე მიხარია რომ საახალწლოდ ლამაზდება ჩვენი დედაქალაქი. რატო არ უნდა დაიხარჯოს, არ ვიცი ახლა 8 მილიონი მომწერა. არ ვიცი ზუსტად რამდენი იხარჯება, მაგრამ საახალწლოდ არ უნდა მოერთოს თბილისი? 90-იან წლებში დაუბრუნდეთ, რომ ჩაბნელებული და ჩაკუნაპეტებული იყო ყველაფერი. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ დაუშვათ საქართველოს თბილისის ბიუჯეტი მილიარდს ხდება უკვე თბილისის ბიუჯეტი. თითქმის მილიარდს ხდება. კი, და ეხლა აქედან რაღაც ნაწილი გამოიყოს იმისთვის, რომ დღესასწაულთან იმასაც შევხედოთ, ეხლა ეს მორთვა ამოლამაზება მარტო ის კი არ არის, რომ ქალაქი გალამაზდება. ხდება უკვე ჩვენი დედაქალაქი სოფლიო რუკაზე, მაგრამ რეგიონის რუკაზე ყოველ შემთხვევაში ისეთი ქალაქი, სადაც უამრავი ვიზიტორი ჩამოდის, სტუმარი ჩამოდის საახალწლო დღესასწაულებზე გასატარებლად აქ დროის და ბუნებრივია ეხა იმათ არ არის ცუდი თუ დახვდებათ გალამაზებული ქალაქი, რომ კიდევ მეტი ჯერ მოუნდეთ აქ ჩამოსვლა და ამ ხრივ გაღებული ხარჯი არ მიმაჩნია მე არამიზნობრივ ხარჯად, თუმცა გონებრივ ფარგლებში. რუსული გემი რო გააძევეს ბათუმიდან. ჩამოვიდა გემი, ჩამოიყვანა უზარმაზარი ტურისტი და ქართველებს ჩვენებს ქონდათ და ეხლაც აქვთ უამრავი კაფე, უამრავი რესტორანი ბათუმში, ქობულეთში და მთლიანად რეგიონში. ეს გემის ბინადრები ხო ჩამოვიდოდნენ და 3-4 დღის განმავლობაში დახარჯავდნენ უზარმაზარ ფულს, რომელიც შევიდოდა ჩვენი მოქალაქეების ჯიბეში და თან ბიუჯეტში. გააძევეს ეს გემი. კარგია ეს. ხო, აი რა მოიგეს მაგითი. მოხდა ოკუპაცია მოხდა გათავისუფლდა. მორჩა დამთავრდა, დაიხურა ბათუმის სპორტი, არც ერთი გემი აღარ შეგვიძლია. ის იყო აი ერთი დღის პიარის გამო, რომ იქ რომელიღაცა ნაც რაღაც ერთი დღე ტელევიზორში გამოჩენილი იყო როგორც გმირი და იქ ვიღაცას თავისნაირებს ტაში დაეკრათ, მაგის გამო გააკეთეს სექტორი. ან ქვეყანამ რასარგებელი მიიღო მაკედან. ან აი თუნდაც რისთვისაც იბრძვიან აი დეოკუპაცია რო გონიათ, რომ რუსი ტურისტის გინებით მიაღწევენ ამას. აი ამ მიმართულებით მივიღეთ რამე ნაბიჯი გადაიდგა გათავისუფლდა რომელიმე ქართული დასახლება ოკუპაციისგან, თუმცა აი რა მიიღო? 1 სანტიმეტრით მაინც გადაიქცია. გარდა იმისა, რომ ვიღაცამ გული მოიფხანა და მართლაც აი რამდენიმე ათეულ ადამიანს ამოუღეს ჯიბიდან თანხა, რომელიც მას უნდა მიიღო, ხო? ამ და ბევრს ბანკის კრედიტით აქვს სასტუმრო აღებული, რესტორანი აღებული და გააისტუმრე ჯიბი, ესე იგი შვებას მიიღებდა, მე სხვა გემი შემოვიდოდა, მე კიდე სხვა გემი შემოვიდოდა. ძვირფასო მაყურებლებო, ამერიკელებმა იაპონელებს აუფეთქეს 2 ატომური ბომბი. ხიროსიმასა და ნაგასაკში. აბა ნახეთ, შედით ინტერნეტში, რამდენი ამერიკული გემი შედის იაპონიის კუნძულებზე ტურისტულად და რამდენი იაპონური გემი შედის ამერიკულ. დღეს ალბათ ეს არის ყველაზე საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითი ამერიკაში. ატომური ბომბი აუფეთქეს. ნუ ეხლა ხო არ შეიძლება, ეხლა გერმანია და რუსეთის, საფრანგეთი და ინგლისი 100 წლიანი, 200 წლიანი ომი ჰქონდათ. ერთი მართლა 100 წლიანი იყო და მეორე პატარა იყო შედარებით 40 წლიანი, მაგრამ მეორე 100 წლიანი ომს ეძახიან. 100 წლიანი ომები ჰქონდათ და ლამაშის ქვეშ არის გაყვანილი ესა სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბი და გადიან და გამოდიან ფრანგები და ინგლისელები ერთმანეთთან. არ შეიძლება ეს რომ ომი გქონდა და ჩაიკეტოს საზღვარი რუსის ტურისტი აღარ შემოუშვათ. რა რუსის ტურისტი თუ ცუდი იყო სააკაშვილი, მე სააკაშვილის მომხრეებს მიმართავ. სააკაშვილი ქართული ღვინით და დოქით რატო ხდებოდა საზღვარზე და რატო უსევდა რუსის ტურისტებს ღვინოს და აბა გაგიმარჯვოთ და მობძანდით ჩვენ ქვეყანაშიო. იმაზე რატო არ იღებდით ხმას?
ნინო როცა მთავრობაში იყო, კი ესმოდა რამდენად მნიშვნელოვანია ეგ. ძალიან კარგად ესმოდა ყველაფერი, სააკაშვილს თუ არ ესმოდა, ვის ესმოდა? აბა სააკაშვილს ყველაფერი კარგად ესმოდა. ის ვარდების რევოლუციაც კარგად იცოდა, რასაც ჩადიოდა და აკეთებდა. დიდი მადლობა ბატონ სოსო. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მადლობას გადაგიხდით ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე ვფიქრობ, ყველა მნიშვნელოვანი თემა შევეხეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მეც ასე ვთვლი, რომ ამ პერიოდში საკმაოდ დიდი გადაცემა გქონდა. თემები გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ ყველაფერს ერთ გადაცემაში ვერ ამ ფორმატში ყველაფერი ვერ ჩაეტევა, თუმცა რაც ვისაუბრეთ, ვფიქრობ, რომ მაყურებლისთვის იქნებოდა საინტერესო. შეგახსენებთ, რომ მემარცხენე ალიანსის ლიდერი ბატონი სოსო შატბერაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.